თქვენ იცით რომ ამ საქმეს უკვე ბრალდება წარუდგინეს ბატონ ოთარ ფარცხალაძეს. და რა იყო, ანუ მე მაგალითად რაში დავრწმუნდი ერთ-ერთ პროცესზე, რაც ჩვენ სხვა შორის ერთ-ერთ სიუჟეტში გავაკეთეთ. შევთავაზეთ კიდევაც მაყურებელს ზუსტად იმ სახით. მაგალითად ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა და ბრალი წარუდგინა პროკურატურამ მხოლოდ ის შემდეგ, რაც საქმეში გამოჩნდა არ მინდა სიტყვა თქვა ვიღაც ორი რუსეთის მოქალაქე არა გამოჩნდნენ კონკრეტული ხო ნუ მოდი ასე ვთქვათ გამოჩნდნენ კონკრეტული ადამიანები ქალბატონი ნარსისოვა და ბატონი მიკულსკი რომლებიც ჩამოვიდნენ თავისი სურვილით საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდნენ საქართველოში მივიდნენ კონკრეტულად ხო 9 თვის შემდეგ მივიდნენ კონკრეტულად დიღმის სამმართველოს პოლიციაში ანუ კონკრეტულად რომლებიც როგორც მე ვიცი არ არიან ხშირი სტუმრები საქართველოში და შესაბამისად ნუ ისე არ უნდა იცოდნენ ესე კონკრეტულად მივიდნენ კონკრეტულად იმ გამომძიებელთან და ოთარ ფარცხალაძეზე ჩვენება მისცეს რომ მათ მოსმენილი აქვთ გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძისგან ის რომლებიც მივიდნენ ოღონ ერთი იმ შემთხვევაში მივიდა ვალის სასაღებად პულის სასაცხებლად და მეორე უბრალოდ საქმიანი რაღაც ვიზიტი ქონა მასთან მის მეგობართ როგორც ამბობენ მათ მოისმინეს რომ დიახ სწორედ ოთარ ფარცხალაძე იყო საფრთხე და ოთარ ფარცხალაძე შეეძლო შეეკვეთა ასე ვთქვათ დავით და გიორგი მიქაძის ეთქვა და შეეკვეთა რომ მომხდარიყო მისი ლიკვიდაცია ნუ როგორც არის მაგრამ სწორედ ეს არის რომ აი პროცესების მნიშვნელობა რატოა რომ სწორედ ადვოკატებმა როდესაც კითხვა დაუსვეს იმ ეგრეთ წოდებულ მოწმეს რომელმაც კონფიდენტის რომელიც ხშირად კონფიდენტი ისმის სხვა შორის ამაზე ამ შემთხვევაში ეს ხო კონფიდენტი არ არის ესენი არიან ცოცხალი ადამიანები რომლებმაც მიცეს ჩვენება ხო ანუ მათი დაკითხვა პროცესზე არ გახდა ბრალდების მხრიდან აღარ არის საჭირო არა ისინი მეც აღარ გამოცხადებიან მათ მიცეს ჩვენება და მორჩა სამწუხაროდ მხოლოდ ეს არ არის ასე ვთქვათ უცნაური გარემოება ეხა მაგალითად გუშინი იყო ხო გუშინდელ პროცესზე გამოიკითხა ის ადამიანი რომელიც უშუალოდ შეესწრო მკვლელობის მომენტს ანუ ის იყო გარდაცვლილის უახლოესი გარემოცვის წევრი დიდი ხნის 20 წლის მეგობარი როგორც ის მან პროცესზე განაცხადა და ნუ ეს ნამდვილად თან ახლდა და აი ორი ადამიანი რო ჩანს კადრებში საიდანაც ერთ-ერთი არის გარდაცვლილი აი მეორე ადამიანი გამოკითხეს უახლოესი გარემოცვის წევრი რომელიც ამბობს რომ არანაირი ასე ვთქვათ ინფორმაცია იმის შესახებ რომ ამ ადამიანს დაპირისპირება ჰქონდა ან გიორგი და დავით მიქაძესთან ან ვინმე სხვასთან საერთოდ მას არ ქონია ან უახლოეს ადამიანს ეს ინფორმაცია არ ქონია და აი ესე ციდან მოვლენილ რუსეთის ორ მოქალაქეს რატომღაც 9 თვის შემდეგ უცებ გაუჩნდათ ეს ინფორმაცია უცებ თვითონ ორივე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტა რომ წამოჩავიდეთ საქართველოში ვიპოვოთ ის გამომძიებელი ვინც ამ საქმეს იძიებს უცდომლად მივიდნენ ესე იგი გამომძიებლის კაბინეტში და ერთი და იგივე იდენტური ჩვენებები მისცეს